კონსტიტუცია რა თქმა უნდა ასახავს ერთის მხრივ ეკონომიკის მდგომარეობას და მეორეს მხრივ მართველი ელიტის თუ შეიძლება ასე თქვას დამოკიდებულებას ადამიანებისადმი. ადამიანებად არ ათვლიან. თუ ამას შევაფასებთ მორალურად და პოლიტიკურად. ჩვენს ქვეყანაში არის 800,000 პენსიონერი. აქედან უდიდესი ნაწილი მისი არის ასაკობრივი პენსიონერი, რომლებიც არიან ქალები 60-დან 70 წლამდე და კაცები 65-დან 70 წლამდე. აი ამ 70 წლამდე პენსიონერების პენსია არის 370 ლარი. მისი სყიდველობით უნარიანობა იმ გაყალბებული ასე ვთქვათ ფასების მაჩვენებლით, რასაც მთავრობა აცხადებს. ეს არის ორჯერ ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წელს. 370 გავყავთ 2-ზე, ანუ დღეს პენსია არის 125 ლარი. ანუ სყიდველობით უნარიანობით რო გავიყოთ? ხოლო 2013 წელს პენსია იყო 110 ლარი. აი წარმოუდგენელი რამე, აი საოცრება ხდება. რეალური მსყიდველობით უნარიანობის მიხედვით 12-13 წელიწადში პენსია გაიზარდა, აი 135-ს გამოვაკლოთ 110, რამდენი 25 ლარით. ეს ხომ წარმოუდგენელი. ბატონო რომან, რა რესურსი აქვს დღეს სახელმწიფოს? თქვენ ახლა ეს ყველაზე კარგად იცით, იმიტომ რომ მთავარ ფინანსური ინსტიტუტს ხელმძღვანელობთ ქვეყანაში. რა რესურსი აქვს სახელმწიფოს, რომ პენსიები არა 20 ლარით დაუშვათ წელიწადში 20 ლარით, არამედ უფრო მეტად რომ გაზარდოს. რესურსი აი ის თავმოუგმელობა, აი თავიდან უნიათობას ვეძახდით, კორუფციას თავი დავანებოთ, არაპროფესიონალიზმი, შეცდომები უამრავი ეკონომიკაში ნაწილობრივ რომ გამოსწორებულიყო, ამ შემთხვევაში პენსიის გაზის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა. ეს ერთი მხარე. მაგრამ მეორე, ეს არის ტოტალური ძარცვა ქვეყნის რესურსებისა. სახელმწიფო საწარმოებს მართავენ როგორც საკუთარ საოჯახო ბიზნესს. აი აგერ როდესაც კობახიძე მოვიდა და მას დაჭირდა ღარიბაშვილის და სხვების დაჭერა, პირველი რითაც დაიწყო და რა პროპაგანდისტული საფუძველი შექმნა, მან განაცხადა, რომ სახელმწიფო სექტორში 700 მილიონი ლარი დაზოგა თურმე ერთი წლის განმავლობაში. მათ შორის მხოლოდ რკინიგზაში 400 მილიონი, აი ზუსტად 380 მილიონი დავზოგეთ ტენდერებშიო. ანუ რას ნიშნავს? ის მთავრობა იპარავდაო 380 მილიონს და მე არ მოვაპარინეო. ანუ ეს არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის სექტორი, თბოსადგურები, ანუ მთელი სახელმწიფო სექტორი, რომელსაც ძარცვავენ. მეორე არის ბიუჯეტის ასე ვთქვათ, საშინელი ძარცვა, სხვანაირი სიტყვით კი გავიმეორე, რამდენჯერმე ძარცვა და რაღაც სინონიმი და მოვძებნო, მაგრამ უკეთეს ვერ პოულობ, ეს ტენდერები, იქ სადაც 1 მილიონი ღირს რაღაცის გაკეთება 2 მილიონს იხდიან. აი მაგალითად, აი ტიპიური მაგალითია ვაკის პარკი. გამოაცხადეს, რომ უნდა გავარემონტოთ და შევაკეთოთ 35 მილიონ ლარად. დაიხარჯა 35 მილიონი და დამთავრებულია მისი ერთი ნახევარი და მე ახლა 3 თვის წინ გამოაცხადეს, რომ კასკადები რო არის ვაკის პარკში კიდევ ერთი ამდენი და 372 მილიონი უნდა დაჯდეს ვაკის პარკის რეაბილიტაცია ნაცვლად იმისა, რომ თავდაპირველი მისი ღირებულება იყო 35. ყველგანასია. ნებისმიერი ქუჩა თბილისში რო გაარემონტონ, ნებისმიერ რაიმე რომ ააშენონ, აი იგივე კლასიკური მაგალითი მაგათად ევრობასკეტის დროს რომ ააშენეს კალათბურთის ნახეთ რა აქვს პასუხი რომ იქ იყო 70 მილიონი დას მოვაკლოთ, ჯარს მოვაკლოთ, ჯანდაცვას მოვაკლოთ, ანუ ესა აქვს ოცნებას არგუმენტად, რომ ანუ ესე იგი რაღაც მნიშვნელოვან რაღაცებს უნდა მოვაკლონ ფული იმისათვის, რომ პენსია გავზარდო. ხო, საკუთარ ჯიბეებს მოაკლონ. ამას თავადაც ამბობენ პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაიჭიროს 6 მილიონი ნახევარ დოლარი მაგიდაზე ედო. ანუ ეს დაახლოებით 20 მილიონი ლარია, 20 მილიონი ლარი ედო სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, პირველ სახლში მაშინდელი კურსით 1:3-ზე და 20 მილიონი ლარი რომ მიიღოს მოგება მაკდონალდსის 40 რესტორანმა უნდა იმუშაოს 1 წელიწად და 2000-მდე ადამიანი უნდა ღვიძლდეს ყოფილს. ამიტომ ეს ხომ ერთი პატარა არის აისბერგის მხოლოდ პატარა ასე ვთქვათ ზედაპირი, ანუ კორუფცია, არაკომპეტენტურობა, ტენდერების საკუთარი გუნდისათვის ასე ვთქვათ
მიცემა და უამრავი ამ ფონზე ჩვენ ხედავთ რომ ძალიან ბევრი მილიონერი ყავს ქართული ოცნებისგან, მათ შორის მილიარდელებიც არიან და დეპუტატები, რომლებიც დღეს ქართული ოცნების დეპუტატები არიან, ამ საოცეულში ფიგურირებენ, თუ არ ვცდები იმ სიის, რომელიც Forbes-მა გამოაქვეყნა, ეს 100 ქართველი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებას მილიონებით და მილიარდებით იზომება. მოკეთ, ამ ხალხის ჯამური ქონება, როგორც გავირკვე, 60 მილიარდს აჭარბებს. ჯამური ქონება რომ ავიღოთ. რა მოიკითხეთ თქვენ ამ სიაში? რითი იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც ფინანსისტისთვის, ეს სია, რომელიც მოდით, ამ სიას ასე ნუ შევხედავთ, როგორც ბევრმა დაინახა, აი რამოდენა ფული ქონიათ ვიღაცებს. ეს ასე არ არის ფული. მაგრამ რა თქმა უნდა, არა, ეს ფული არ არის, ეს არის ქონება, ხო, მათი საერთოდ. ეს არ არის აგარაკები და სახლები, ეს არის ბიზნესი, აქტივებიც და აქტივები და ასე შემდეგ. აი ეს სია რომ გამოქვეყნებულიყო. ჯერ ძალიან კარგია რომ პირველი მცდელობაა და ამ შემთხვევაში იქ არის რაღაცა შეიძლება მეთოდოლოგიურადაც არასწორია, მაგრამ ვერ გააკრიტიკებ ამ Forbes-ის პირველ ასე თქვა შემქმნელს, მაგალითად, არავითარი კავშირი ამ სიასთან არ აქვს მიხეილ ლომთაძეს. მიხეილ ლომთაძე არის ყაზახი ბიზნესმენი, რომლის ქონება პირველ ადგილზე წერია, ვინაიდან ეს ქონება არის უკვე ნიუ-იორკში სათაო ასე ვთქვათ, საერთაშორისო Forbes-ში შეყვანილი და მისი ქონება აღემატება ორჯერ ბიზინა ივანიშვილის ქონებას. ეს ასე საერთოდ ასე არ არის. ის რატომ აღმოჩნდა ამ სიაში? იმიტომ რომ Forbes-ში რომ შევდივართ, მილიარდერების სიაში ორი ქართველია, ივანიშვილი და ლომთაძე. სინამდვილეში ეს არის ყაზახი ბიზნესმენი. საქართველოში ერთი თეთრიც არა აქვს ინვესტირებული. აი, უხეშად რო ვთქვა, დღეს რომ ჩვენ შევადგინოთ ქართველი ქორეოგრაფების ისტორიული ასეული და პირველ ადგილზე რომ დავწეროთ ჯორჯ ბალანშინი, რომელიც არის გიორგი ბალანჩივაძე და რომელიც წავიდა ბავშვობიდან 18 წლიდან ამერიკაში და გახდა ამერიკელი ბალეტმეისტერი, მაგრამ ვიღაცამ რო თქვას რომ ეს ნომერ პირველი არ არის, ის არის ამერიკელი. ისე როგორც ეს არის ყაზახი, მაგრამ ვინაიდან Forbes-ი როგორც წესი ერთ მოქალაქეობას მეუთითებს. თუ ორი მოქალაქეობა აქვს, დაბადების ადგილს იღებს და იქ გამოჩნდება ქართული რუკა და სასიამოვნოა რომ იქ ქართველი ჩანს, მაგრამ მე არც ვიცი ლომთაძეს აქვს ქართული ქართული პასპორტის გამო, მას ორი პასპორტი აქვს, ყაზახური პასპორტი და ქართული პასპორტი, ბათუმში დაბადებულია, როგორც ამბობენ რუსულ წყაროებში მოვიძიე, მისი მამა სამხედრო იყო და რუსეთში სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდა და მას ბევრ ადგილას უცხოვრია, თუმცა უნივერსიტეტი აქ ISM-ი დაამთავრა, მამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ მას შეეძლო თავისუფლად აეღო რუსული პასპორტი და მან ეს არ გააკეთა. ეს მიუთითებს მის გამჭირახობაზე. აგვისტოს ომამდე შეეძლო და ყირიმის ანექსიამდე და ყველა ვინც კი რუსეთში მიდიოდა, მან ბიზნესი რუსეთში დაიწყო და იმ რუსულმა კომპანიამ შემდეგ იყიდა პატარა კასპი ერქვა ბანკი ყაზახური, თავად ეს რუსული კომპანია ამერიკელი ფიზიკური პირის მიერ იყო დაფუძნებული და ამით შევიდა ყაზახეთში და ეს პატარა ბანკი გიგანტი გახადა თავისი ალღოთი, რომელმაც აუღო მობილურ ინტერნეტს და აი ამ ასე ვთქვათ ციფრულ ტექნოლოგიებს ყველაზე პირველი ალღო და ფაქტობრივად დომინანტი გახდა შემდეგ ყაზახეთის ბაზარზე. ანუ ნიჭიერი ადამიანია. ამავე დროს რუსული პასპორტი არ აიღო, თუმცა მას შეეძლო, მაგრამ არავითარი კავშირი მას საქართველოსთან არ აქვს. მაშინ ახლა იმაზე ვისაუბროთ, ვისაც საქართველოსთან კავშირი. ამიტომ რა თქმა უნდა ის შეიძლება ჩაგვეწერა 0-ია, პირველი კი არა 0 დაუშვათ. ლომთაძე 15 მილიარდი ლარი, რომელიც რაღაც მილიარდი დოლარია, მაგრამ თქვენ რომ ახსენეთ ახლა შენ ამიტომ ჩვენ ახლა დიდი ხანია ჩვენ შეგვიძლია ასწავლოთ. ხო, ამიტომ ფორმალურ წესებს დავარღებ და შენ რო ახსენეთ ალიკო რომ 60 მილიარდია, ამ 60 მილიარდში მეოთხედი არის. მხოლოდ ლომთაძის არის. მაგრამ რაც შეეხება ივანიშვილის ქონება იყო 7 მილიარდი. ბლუმბერგის მიხედვით კიდევ უფრო მეტი 7.3 მილიარდი. დღეს თითქმის სამჯერ არის შემცირებული აქწერია და უკვე Forbes-ში და Bloomberg-ში 2.5-დან მაქსიმუმ 3-მდეა, თითქმის სამჯერ რა ეს ნიშნავს ასეთი რამ იშვიათია რომ სამჯერ ქონება ვინმე შეუცირონ. ეს ნიშნავს რომ ის აბსოლუტურად ტოქსიკური ბიზნესმენია, მისი ქონება არ იძებნება, აქ მაქინაციური სქემები, ქონებები გადაფორმებული აქვს და გადამალული ნათესავებზე, სადღაც ფონდებზე. ქართულ ფონდი არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ქართულ ფონდის ქონება არ არის ივანიშვილის ქონება.
ისე როგორც მაგალითად ბილ გეიტსის ფონდი, რომელიც ეხმარება ჯანდაცვას და ვაქცინაციაზე მუშაობს. ბილ გეიტსმა ჩადო მილიარდი და მორჩა. მას შეუძლია ეგ სამთავრობო საბჭოში იყოს, განაგებდეს ამ ფულს, მაგრამ ის მისი ფული არ არის. ხოლო ივანიშვილის ქართულ ფონდის ფული არის მისი შემდგომი ბიზნესების დაფუძნების ასე ვთქვათ საფუძველი და გარანტად უდგება. მაგალითად 200 მილიონი დოლარი აიღო საქართველოს ბანკისაგან, რომ რუხაძესთან ერთად აქედან გაეგდოთ ჰაიდელბერგ ცემენტი და წილი ეყიდათ და გარანტად ქართულ ფონდი არის ამ სესხის ასე ვთქვათ გარანტად მისი ასე ვთქვათ აქტივები ჩადებული. არა და აქტივები ფონდზე ყუთის, მას კი არა. ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე და როდესაც მას აქვს ასეთი გადამავლილი ქონება, ხოლო საერთაშორისო აი ეს დიდი ეს ორი ორგანიზაცია, როდესაც აფასებს უკვე სოფლიოში აქტივებს, მათ ჩათვალეს, რომ ამ ადამიანის ხილვადი აქტივების გარდა ეს შავი აქტივები არ ჩათვალოს. მისი ხილვადი აქტივები, აქციები, მილიარდამდე მარტო ნახატები აქვს და ამიტომ ივანიშვილი ბუნებრივია არის პირველ ადგილზე მისი აი ამ შავი ასე თქვა სქემებით. ივანიშვილი ერთ წუთში ერთი თვის წინ გამდიდრდა რამდენი მილიონით გეტყვით ეხლავე 9000 ბიტკოინი ქონდა ბაჩიაშვილს გამომუშავებული. 9000 ბიტკოინი დღეს 72-ს გამოდის 700 მილიონი დოლარი. ხოლო იყო დრო, როდესაც ერთი ბიტკოინი იყო 120, მაშინ 1.1 მილიარდი. აი დღევანდელი მდგომარეობით თუ მან წაართვა ბაჩიაშვილს ნახევარი მაინც 350 მილიონი დოლარით ის გამდიდრდა და მხოლოდ ამ პატარა ერთი ოპერაციით. მოკეთ, ივანიშვილის ქონება გაცილებით მეტია, მით უმეტეს აგერ საქართველოში ყველა ტენდერს იგებს. საქართველოში რა ბიზნესაც არ ეწევა, არაფერს არ იხდის, ოფშორების კანონი ვიცით, არც სასტუმროები იხდიან ქონების გადასახადს 2030 წლამდე არის გათავისუფლებული, არც იმპორტის გადასახადს. მოკეთ, სრულიად სასათბურო პირობებში მისი ბიზნესი უზარმაზარ შემოსავალს აძლევს. ამიტომ ჩვენ ეს ორი ადამიანი ლომთაძე და ივანიშვილი რომ გამოვრიცხოთ, ამ მას ერთს უწერია სადღაც 15 მილიარდი, მეორე 7 მილიარდი, 22 მილიარდი, უხეშად თქვა 20 მილიარდი, დარჩება 40 მილიარდი 100 კაცზე, 98 კაცზე. აი თავიდან ასე დავიწყე. ვინმე უცხოელი რომ მოვიდეს, გვარები რომ წაიშალოს, ქვეყანა რომ წაიშალოს და უთხრას 98 ბიზნესმენს ქვეყანაში პირველიდან ყველაზე მდიდრებს აქ 40 მილიარდი ლარი, ეს დოლარი არ არის. 40 მილიარდი ლარი. აქედან ბოლო ადგილზე მდგომს აქ 80 მილიონი ლარი, რომელიც არის 25-30 მილიონი დოლარი. რას გეუბნებათ ეს სურათი? ნებისმიერი ექსპერტი გეტყვით. ეს არის ღარიბი ქვეყნის ღარიბი დიდრები. პირველი ასვალში მოხდება შეგეწოდება ქვეყანა. იმიტომ რომ მილიონერებშიც და ეს უკვე ამ ადამიანებზე რაიმე კრიტიკულიან და ასე ვთქვათ ესეთი ნიშნის მოგებიდან დაცინვით არ ვამბობ. უბრალოდ ღარიბი ქვეყნის სურათს ასახავს, სადაც ადამიანების აქტივები და არა სახლები ან ვინებიან აგარაკები, აქტივები, საწარმოების სიმძლავრეები, მათი კომპანიების ღირებულება არის ძალიან დაბალი. მეორეს მხრივ გადამალული ქონება საქართველოში ბევრს აქვს. ამიტომ ამ 100 ბიზნესმენიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 60-70 ყველას აქვს უცხოეთში ქონება. აი ძალიან გამიკვირდებოდა რომ რომელიმე ამ ბიზნესმენებიდან არ ქონდეს უცხოეთში სახლი. დაუშვათ ყოველ მეორეს აქვს სახლი. ეს აქტივები არ არის აქ აღრიცხული, აქ არის მხოლოდ კომპანიის ადგილზე არსებული აქტივები და შეიძლება ძალიან ბევრი ისეთიც იყოს, რომელიც შესაძლებელია თავიანთი ამ დამალული ქონებებით ამ ასეულში მოხვედრილიყო. და კიდევ ერთი რისი თქმა მინდა აქ არიან ქალები და შეიძლება გესიამოვნოთ, რომ 100-დან 12 ქალია. და ეს არ არის ცუდი საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის. დაახლოებით აი რომ დავაკვირდეთ, აი ქუჩაში რომ 100 მანქანა მიდის,
შეიძლება 10 ქალი იყოს. 20 წლის წინ ერთი ქალი იჯდა დღეს, შეიძლება ანუ ეს კარგი ტენდენციაა. ხო, მაგრამ რაშია, მაგრამ ანუ პატრიარქალური საზოგადოებიდან ნელ-ნელა გადავდივარ ცივილიზებული ასე ვთქვათ მდგომარეობაში, მაგრამ ასე არ არის სამწუხაროდ. ამ 12 ქალიდან აბსოლუტური უმრავლესობა არის კაცების ცოლები. გასაგებია. მთელი ქონება გადაფორმებულია ცოლებზე. 1-2 არის დედა და ნამდვილი, ასე ვთქვათ, ბიზნესმენი ქალი, რომელსაც ამ ასეულში ქონება ეკუთვნის, შეიძლება იყოს 2 ან 3. ცოლები იმ წუთას თვალში საცემია. და კიდევ ერთი ნიუანსი არის კომპანიები, რომლებიც 2 და 3 ადამიანით არიან წარმოდგენილი. მაგალითად, რომელიღაც კაზინო, ონლაინ კაზინო 3 წარმომადგენელია ამ სიაში. იგივე ნიკოროდან 2 წარმომადგენელი, კიდევ რომელიღაც კომპანიიდან. ანუ სინამდვილეში ეს კი არ არის ასეული, არამედ ასეული მართლაც რომ იყოს, ანუ 1-20 თქვემოთ, მას 80 მილიონი კი არ იქნება აქტივი. არამედ შეიძლება კონდეს 40 მილიონი. გასაგებია. და კიდევ ერთი ბოლოს უნდა დავამთავრო. კიდევ ერთი, ოღონდ ეს უკვე რომელიც აღწერს ქვეყანაში არსებული რეჟიმის ბუნებას და ამავე დროს აღწერს ამ ბიზნესმენების პოლიტიკურ და მორალურ სახეს. ამ 100 კაციდან ამ წუთას 2 ადამიანს ჩოჩელი არა სამწუხაროდ ჩოჩელი იყო ოქრიაშვილს და ჭყონიას მიაქვს რეკლამა დამოუკიდებელ ტელევიზიებში. მანამდე იყო 4 თუ არა და კიდევ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. 100-დან ამ წუთას 4-ს მიაქვს დამოუკიდებელ ტელევიზიებში რეკლამა. რეჟიმს როგორ ასახავს? იმიტომ რომ ყავს დაშინებული, დაბეჭავებული ეს ადამიანებიც შიშით წრდიან ხელისუფლების წინაშე 100-დან 4-5 მამაცი ბიზნესმენი ყავს ქვეყანაში. 4-5 და ამ ადამიანებს ეს ადამიანები, თანაც ეს ადამიანები ყველანი არიან იმედის დამფინანსებლები და იმაში მიმტანენ, თუმცა უკვე ვერ იმიტანენ. ქარდებს უშვებდა იმედის არჩევნოთ, მასში მონაწილეობდა უდიდესი ნაწილი, ანუ ხელისუფლებასთან სასჯელი, შეზდილი ბიზნესია, რომელიც ხელისუფლების და ივანიშვილის ხელითაც იკვებება. თუ გამბედაობას არ გამოიჩენენ და თუ თავისუფალი სიტყვა შეწყდა და თუ ისიც კი ვერ გაუბედიათ, რომ პატარა რეკლამა მეიტანონ, თუ აქ არ მოიტანენ, რეგიონულ ტელევიზიაში მაინც მოიტანონ, დადგება ესეთი დრო, რომ მათი პრობლემის გამხმოვანებელიც კი არ იქნება. იმედია 10 ცნობიერი